გვემზადებით გეშტალტ თერაპევტი და ალბათ აი ამ რაკურსით და სწორედ ამ პრიზმაში გავატარებთ ჩვენ საუბარს. რა არის ინდივიდუალური თერაპია, რა საკეთებს ის და რა არის ჯგუფური და რა არის მათ შორის მსგავსება, განსხვავება, რით ავსებს ისინი ერთმანეთს. ინდივიდუალურ თერაპიაშიც და ჯგუფურ თერაპიაშიც უპირველესი ამოცანა არის წამყვანისთვის, ანუ ტრენერისთვის თუ ფსიქოთერაპევტისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა შექმნას უსაფრთხო გარემო. უსაფრთხო გარემოს გარეშე ვერ წარმოიქმნება ნდობა. სამშაბათს 20 საათზე გადაცემა ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. ეს ყველაფერი რაც ხდება, ჩვენი თავისუფლება, ეს ყველაფერი უფლისგან ჩვენი საჩუქარია და ამის გამოყენებას ჩვენ არჩევანს როგორცაც ვაკეთებთ. ხშირ შემთხვევაში ის სიტუაციაშიაც აღმოჩნდებით, ესეც ჩვენი ცნობიერი თუ არა ცნობიერი არჩევანი და ჯობია როგორც ცნობიერი არჩევანი და ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა იმ თავის არჩევანს.